გამარჯობათ, მე ვარ File Neox.tk-ს ადმინისტრატორი და აი ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მთავარი მენიუ. აი ასე, როგორც ამ მთავარი გვერდი თამაშები, პროგრამები და ასე შემდეგ. შევდივართ ახლა ჩვენს საიტზე, საიტის მთავარ პანელში. შევდივართ ჩვენს საიტის მთავარ პანელში, მე ჩემს სატესტო საიტს გამოვიყენებ. აი ნახალო. სა ჩემი სატესტო საიტი. არაფერი დიდი მნიშვნელოვანესი, უბრალოდ ახლა ამ წუთას გავაკეთე. ხა შევდივართ აი პანელ. შევდივართ და ახლა შევაკეთეთ ასეთ რაღაცას. საიტნევს. აი თავიდან საიტნევს შევდივართ და შევდივართ კატეგორიას management. და აქ ვაჭერთ new catalogger. აქ ვაძლევთ ახლა თამაშები დავუშვათ. მე ქართულს აღარ გამოვიყენებ პირდაპირ, მე თქვენ ქართული გამოიყენეთ და ლამაზად გააკეთეთ. ფილმები პროგრამები და ასე შემდეგ. რა ხა თქვენ მე არ მინდა ხა ბევრი რაღაცას არ გავაკეთებ, დიდ დროს წამართვებს და ამიტომ ხა დავიწყებ ამ. როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შევდივართ Desing Sites Menu Builder. და აი აქ მე თავარი გვერდი მონიშნული მაქვს და ჩვენ საიტზე გადავდივართ ახლა. გადავდივართ ჩვენ საიტზე. და როგორც ხედავთ, აი სექციის კატალოგებში გამოჩნდა. აი კარგად დაინახოთ. სექციის კატალოგებში გამოჩნდა თამაშები, ფილმები, პროგრამები. ახლა ეს უნდა გადავიტანოთ აი აქ. ყველაფერი. შევდივართ ისევ ჩვენ პანელში, თავარ პანელში და ვაძლევთ ამას. აქ წერთ თამაშები როგორც აქ წერია და ვაძლევთ თამაშებს. სექციის კატალოგებში თამაშები რო წერია, ვაძლევთ თამაშებს. გადავიდეთ. ინტერნეტი ჭედავს. აი და აქ რაც ეწერება ლინკი, გადმოვაკოპიო და ჩავსვათ URL-ს. მიცეთ. ეხლა შევიდეთ კიდე. ეხლა გავხსნათ ფილმები. აქ დავწეროთ. როცა წერია ფილმები, გადმოვაკოპიოთ ეს ლინკი. ჩავსვათ აი აქ. ახლა აქ პროგრამები და პროგრამას მივცეთ. და ეს ჩემი ასე პროგრამები გადმოვაკოპიოთ და ჩავსვათ პროგრამების ტაბლა. ხა ვასეივებთ. გადავარესტარტოთ ჩვენი საიტი. და როგორც ხედავთ, აი გამოჩნდა. დაველოდეთ ამს გაჭედა. აი თამაშები, ფილმები, გადავიდეთ თამაშებზე. გადაგვიყვანა თამაშები. ეხლა ეს სექციის კატალოგები რო აღარ გამოჩნდეს, ვაკეთეთ ასეთ რაღაცას. კონსტრუქტორში ჩართვა. და სექციის კატალოგებს ამოშლით. ამოშლით სექციის კატალოგებს. მივცემთ ცვლილების შენახვას. და გაკეთეთ აი საიტის მენიუ. ეხლა მოგთან არ არის მინიჩეთი. მინიჩეთის დაყენებისთვის ვაკეთეთ ასეთ რაღაცას. შევდივართ. აი ეს წაშლილი იქნება, არ იქნება თქვენთან take board. აი ასე იქნება, ასეთე წაშლილი იქნება. აი წაშლილი იქნება, ეს. შემდეგ გადავდივართ აი წავშალე, იმიტომ რომ აი inactive და აქ ვეძებთ ის take board, აი ამას. ვაჭერთ ხელს. და install the module. აი დაყენდა უკვე მინიჩეთი. გადავიყვანთ
და აი, როგორც ხედავთ, მინიჩეთი დაყენებულია. ეს ვიდეო კურსი ამით დამთავრებულია. შემოგვიერთით ჩვენ საიტზე და გასწავლეთ კიდევ სხვა ბევრ რაღაცას ამის შესახებ. თვითონ ამ საიტის აკეთების შესახებ. ეხლა, როდესაც შემოხვალთ, თქვენ შეგვიძლია თხოვნებში დაწეროთ რაც გინდათ, აი თხოვნები და ჩვენ ყველაფერს აგისრულებთ. ნახვამდის.